თქვენი ანგარიშით ჩანს, რომ ორი საქართველო არსებობს. ერთი, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, თქვენი ფანტაზიებით და ილუზიებით, თქვენი ჯიბის სტატისტიკის სამსახურის ციფრებით და მეორე საქართველო, სადაც დანარჩენი საქართველო ცხოვრობს. რუსულ რულეტკაში გაუმართლებს თუ არ გაუმართლებს. გადარჩენისთვის ბრძოლაში. თუ არ გაუმართლა და მხოლოდ პენსიაზე ცხოვრობს, არჩევანი უნდა გააკეთოს საკვებსა და მედიკამენტ შორის. შეიძლება არ გაუმართლოს და მაღაროელი იყოს, ჯერ სამსახურს დაკარგავს, ხელფას არ მისცემენ და მე ციხეში ჩასვამენ. ახალგაზრდა ქალი იყოს. თუ მოძალადეს გადაურჩა, შეიძლება დაუდევრობით მოკლას ექიმმა ვერ დაბადებულ ბავშვებთან ერთად. დიახ, შეიძლება იყოს დედა, რომელმაც შვილი გაუშვას სახლიდან და ცოცხალი არ დაუბრუნდეს, ან ნარკოტიკმა მოკლას, ან კრიმინალურმა ბანდამ, ან კორუმპირებული მერის გაკეთებულმა შადრევანმა, დიახ, ან გაგიმართლებს, ან არ გაგიმართლებს. შეიძლება მუშა იყო მშენებლობაზე დასაქმნე მიზერს გიხდიდნენ და ერთ დღეს ყველაფერი დასრულდეს იმით, რომ დაიწერება, დაიღუპა მუშა. დიახ, ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს სამართლიანი წესრიგი. არ გვაქვს სამართლიანი წესრიგი. და ამიტომ გეკითხებით. ძალიან იწონებ თავს ციფრებით, რატომ ვერ ზრდით ვეტერანებისათვის დახმარების თანხას, პენსიის თანხას. ასევე გეკითხებით, რატომ აყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს ჯარს, როცა თქვენი პარტიის წევრმა დეპუტატმა ვიღაც პროპაგანდის ბლოგერს უთხრა, რომ ჩვენი ჯარი მხოლოდ 5 დღე გაძლებდაო. მშვიდობა არის უპირველესი ღირებულება, ნამდვილად. მაგრამ არავის აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს საქართველოს ჯარს, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ და ვიამაყებთ. და რაც შეეხება კორუფციას. შემიძლია კონკრეტული მაგალითები მოგიყვეთ. დიახ, თქვენ დროს არ დაწყებულა ეს პროექტები, მაგრამ ახლა მიმდინარეობს, ხელშეკრულებები მიმდინარეა და კიდევ მინდა წაგიკითხოთ ერთი დევნილის კითხვა თქვენთვის დამაბარა. ბატონ შალვა 30 წამი. საქართველოს ხალხის ადამიანების ხმა უნდა ისმოდეს. ეს არის დევნილი, რომელსაც 45 ლარი აქვს წლებია და ვერ გაუზარდეთ. გეკითხებათ, კითხეთ პრემიერს, რომელიც ამბობს, რომ მაჩვენეთო სად არისო კორუფციაო. დაბალი ქულა მომანიჭეს, უნდა მიმეღო ბინა, დამპირდნენ და გადამაგდესო. უთხარით დაინტერესდეთ, რა ხდება დევნილების ბინების გადანაწილების პროცესშიო. კორუფციას იქ აუცილებლად იპოვისო.